ჩვენ სტუმრებს ჩვენი პირველი სტუმარი ამერიკიდან პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილია. გიორგი, საღამო მშვიდობისა თბილისის დროით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, ეს აქტი მე მგონია რომ არის სრულად ახალი ეტაპი მათ შორის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ 30 წლიან ძალიან ჩართულ მეგობრობაზე, რომელიც ჯერ კარგი ნაცნობობით დაიწყო ბეიკერსა და შევარდნაძეს შორის, თუმცა ნამდვილად ჩამოყალიბდა სტრატეგიულ კავშირად და ეს გაფორმდა კიდეც ხო პრეზიდენტ ბუშის მიერ 2009 წელს. როგორ უნდა დავინახოთ ეს აქტი ახლა? არის თუ არა ეს ახალი შემოთავაზება ამერიკული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ქართული ხალხისადმი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად? მოგესალმებით. პირველ რიგში მე ამას ვხედავ როგორც სიგნალს საქართველოს ხელისუფლებისადმი და საქართველოს მმართველი ელიტისადმი, რომ ჩვენ ასე ვთქვათ არ ვხუმრობთ, ჩვენ არ ვიტყუებით და ასე ვთქვათ ჩვენ არ ვბლეფაობთ, ხო? პოკერის ტერმინი რო გამოვიყენოთ და თუ ამდენი ხანია თქვა წელიწად ნახევარია გაფრთხილებთ რომ ეს კურსი თუ გაგრძელდა ჩვენ ზომებს მივიღებთ და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გადადგა ეს ნაბიჯი. ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციას პრინციპში გამოადგება იმ კუთხით რომ ეს შეიძლება გამოიყენოს როგორც დამატებითი ბერკეტი რომ თქვა ზეწოლა თუ ის ასე გადაწყვეტს ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. მიღებამდე შეიძლება ზეწოლა ხო თქვა რომ თუ რაღაცა არ გაკეთდება ამ ნაბიჯებს არ გადადგავთ ჩვენ ამ აქტს სენატში მსვლელობას მივცემთ. ხელმოწერის ეტაპზე შეიძლება ზეწოლა და თავად ეს კანონი რომ თუ და როდესაც მიღებული იქნება ეს კანონი ითვალისწინებს ბევრ რა ქვია ასე ვთქვათ ანგარიშების დაწერას და გამოქვეყნებას, მაგრამ აქ უტოვებს პრეზიდენტს გადავადების და გამონაკლისების უფლებებს. და შესაბამისად ამ ეტაპზე შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიყენოს როგორც ზეწოლის ბერკეტი, თქვას რომ თუ თქვენ რამეს ისე ანუ ხო რა თუ არ გააკეთებთ, ან ესე არ მოიქცევით ან ამ ნაბიჯს არ გადადგა, ჩვენ ამ კანონს მსვლელობას მივცემთ. ამ კუთხით ყველა ეტაპზე იქნება ეს მიღებული, არ იქნება დამოკლეს מחვილივით, იქნება ჩამოკიდებული. ეს არის ბერკეტი ტრამპის ადმინისტრაციის ხელში, თუ ის გადაწყვეტს მას გამოიყენოს როგორც ბერკეტი, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. მოდი ვისაუბროთ მათ შორის იმ შემადგენლობაზე, ვინც ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა და იმ გამოსვლებზე, რაც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ. გუშინ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა წარმომადგენელთა პალატაში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმოადგენს ზუსტად მაგა მოძრაობის ნაწილს, ბრაიან მასტი. დღეს რესპუბლიკელი, რომელიც მაგა მოძრაობას არ წარმოადგენს, რთული მოსაძებნია ნამდვილად, მაგრამ ამ თანამდებობაზე არჩევა მიუთითებს იმას, რომ ის ნამდვილად ამ მიმართულებით დაწინაურებული იყო. რას გვეუბნება ეს იმ ფონზე ასეთი ჩართულობის დოკუმენტის მიღება, ხო, უცხო ქვეყანასთან როგორც საქართველოა, იმ ფონზე როცა ძირითადი ტრენდი სწორედაც რომ საპირისპიროა. ანუ რა ადგილი უკავია ამ ხრივ საქართველოს? ეს არის თუ არა აღსანიშნავი ნაწილი, როგორ ფიქრობ? უნდა ითქვას, რომ იმ ზოგადად კონგრესი ყოველთვის უფრო მიყვება თავის ინერციას და ასე ვთქვათ რესპუბლიკელებიც მიუხედავად მაგა მოძრაობისა, ძველი ყაიდა უფრო ინტერვენციონისტული რესპუბლიკანიზმი ჯერ ერთ-ერთი შემორჩა და მეორე ერთი ისიც უნდა ითქვას, რომ ეხა საქართველო ისეთი დიდი ქვეყანა არ არის, ან ისეთი დიდი ინტერესის ქვეყანა არ არის, რომ ხა მის შესახებ კანონი ან მიიღონ, ან ვერ მიიღონ შიდა პოლიტიკური ელიტაში უთანხმობის გამო. რის თქმა მინდა, ხო, აი ისრაელი, ხო, არის პოლიტიკურ ელიტაში, არის დიდი 100 და სხვა. საქართველოს საკითხი, ვისაც აინტერესებს კონგრესში, ძირითადად არის საქართველოს, თქვათ, ხელისუფლების ოპონენტი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე მგონი ჯერჯერობით არ გამოჩენილა პოლიტიკოსი, ვინც ქართულ ოცნებას სიტყვა შეასწევს და ვინც ხმა არ მისცა, შენ სწორედ აღნიშნე, ძირითადად არ მისცა ანტიინტერვენციონისტული რწმენა წარმოდგენების გამო, რომ ჩვენ ძალიან ვერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არავის იმის გამო არ მიუცია ხმა, რომ აი თქვათ საქართველოს ხელისუფლებას უჭერს ხარს ან ასე შემდეგ. ეს ფაქტი, ანუ საქართველოს თქვათ ხელისუფლებას
არ ყავს ასეთი გამოცხადებული მხარდაჭერი და მე არ ვიცი არც მუშაობენ ხო თქვათ მე მგონი მაინდა-მაინც ხო აი დარწმუნებული ვარ უნგრეთის საკითხზე ხა უნგრეთი ჩვენზე დიდი ქვეყანაა და გაცილებით ცნობილია კონსერვატიულ წრეებში და ნუ ორბანის პირადად მეგობრობს ტრამპთან აი უნგრეთის საკითხზეც ელიტაში იქნება განსხვავებულობა ხო ბევრი ფიქრობს რომ ავტორიტარიზმია დემოკრატები ასე ფიქრობენ მაგრამ რესპუბლიკას და დიდი ნაწილი ალბათ პროუნგრულად იქნება განწყობილი საქართველოს შემთხვევაში ჯერ იმიტომ რომ ჩვენი გეოპოლიტიკური ზონა უნიშნელო და მიზერულია ისაც ვისაც საქართველოს საკითხი აინტერესებს დღესდღეობით განწყობილია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად მე არც ველოდი მე ის 42 კაციც გამიკვირდა მე მეგონა რომ საერთოდ ნუ ვიღაც არ დაესწრებოდა და ვინც დაესწრებოდა ყველა ხმას მისცემდა იმიტომ არანაირი ინტერესი რო ხმა არ მისცე ამ კანონში არ არის ხო იმიტომ რომ ნუ რა სიტყვებს ეს კანონი მე გამეხილოთ მაგრამ დიდ ესე ვთქვა ტვირთს ეს ფინანსურ ტვირთს არ აწესებს ხო თვითონ ამერიკის შეერთებულ სხვა საქმეა სხვათა შორის ეგ ცოტა სხვა საქმეა თუ მიიღეს და როგორ მიიღეს და თუ ამოქმედეს თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის კუთხით ტვირთი არის იმ კუთხით რომ მიმდინარეობს თქვა ესე გამოშიგნა და პერსონალის დათხოვნა და ეხა 3 და 4 ანგარიშის დაწერა საქართველოზე კუბაზე და რუსეთზე არ წერენ 4 ანგარიშს რამდენად საქართველოზე დაწერენ და იქ USA-ც თქვა მოეთხოვება რომ დაწეროს 5 წლიანი სტრატეგია საქართველოზე 90 დღეში რა USA საერთოდ არსებობს თუ არა იქ 4 თანამშრომელი ეგ სხვა საკითხია ბიუროკრატიული ტვირთი არის და ეგ კიდე განსახილველია რამდენად ამოქმედებენ და რას გააკეთებენ მაგრამ ფინანსური ტვირთი არ არის და ის 42 კაციც გამიკვირდა გამოჩნდა რომ კონგრესში არის ასე ვთქვათ ესეთი მყარი ფრაქცია ანტიინტერვენციონისტების რომელიც და უმეტესობა თან ის არის ხო რესპუბლიკელი თუ არ ვწდები იმ 42 კაცში რომელიც არის მათგან დემოკრატი სპეციფიკური რა არის დემოკრატი თან უნდა ვაღიაროთ ეს ანუ ამერიკის პუბლიკისთვის კარგად ცნობილი ოკასიო კორტესი, რაშიდა ტლაიბი, კი ბატონო. ილხამ ანუ ულტრამემარცხენე. სადღაც ეს ხალხი შეხვდა ერთმანეთს, მოდი ასე ვთქვათ. შეიძლება თუ არა მათ შორის დასაყრდენის მოძიება სადოს აი ვთქვათ გუშტელი კენჭისხლის შემდეგ ქართულმა ოცნება. იცით როგორ არის დასაყრდენს მუშაობა სჭირდება. მე ვერ ხედავ რომ მუშაობდნენ, თორე თეორიულად აქამდე ხა ცოტა იუმორნარებით ტაკერ გასონზე მაინც შეიძლებოდა ხო აქამდე გასვლა ან რაღაც ისეთ წრეებზე, მაგრამ ჩანს რომ მუშაობენ. არ ჩანს, უფრო შიდა პოლიტიკისთვის არის ხო ეს ყველაფერი deep state-ი, გლობალური ომის პარტია, თორე როგორღაც, რა ვიცი, ხა ტაკერს მაინც მიწერდა ადამიანი ერთი მეილს, რომ აი ჩვენც ამ უნგრული ბრძოლის ნაწილი ვართ და ჩვენც შეგვეხმიანე, მაგრამ არ ვიცი მიწერეს, მე არ ხო, თუმცა ისინი ამბობენ საჯაროდ, რომ მათი ამოცანა არის ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება. ხა ჩვენ მათი რიტორიკა ხო გვახსოვს, როგორი იყო მთელი ბოლო თვეების განმავლობაში. რასაც ტრამპი იტყვის, ისე იქნება, დაველოდოთ, გავუძლოთ ტრამპის ინაუგურაციამდე, ჩვენ რომ ორი სპეცრაზმელი ქუჩაში რო ერთმანეთს ელაპარაკებდა, ეუბნებოდა, აი 20 იანვრამდე გავუძლოთ და მე გვეშველება ამოვისუნ თქვა. ამ დონეზე დავიდა მათი ეს გზავნილი და უცნაურია ხო ერთი მხრივ კონდეს ასეთი მოლოდინები და მე ვქნა არც არაკეთებდი ამასთან ამ მიმართულებით საერთოდ ხო არ ვიცი რა ცდილობდნენ შეიძლება ხა ტრამპთან ცდილობდნენ რაღაცას და ორბანი და ნუ აი რაღაცა შეხვედრებიც ხო იყო მაგრამ დიდად ზოგადადაც ხო ხა ქართული ოცნება სოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ისე არ აქტიურობს ხო რომ დაუბრუნდე ამ საკითხს ხო ხა ტაკერზე მაინც შეიძლება გასვლა ამის მიღმა რა თქმა უნდა ხა ტრამპის მოლოდინი იყო მრავალი მიზეზის გამო ხა ერთი არის პროპაგანდისტული მოლოდინი, იმიტომ რომ ნუ ხო ფაქტია 20 იანვრის შემდეგ, რასაც ამერიკის პრეზიდენტი იძახის, ის მეტილად აწყობს და იყენებენ პროპაგანდისტულ ბრძოლაში და ეს უკვე ქართული შიდა პოლიტიკური დისკურსის მიზეზი არის ქართული შიდა პოლიტიკური დისკურსი, როცა წლების მანძილზე თქვა ვიღაც ევროპარლამენტანის განცხადება ცხადდება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი თქვა შენ სასარგებლო განცხადებას აკეთებს თავისი мотивაციით, იმას შენ რა თქმა უნდა გამოიყენებ პროპაგანდისტულ ომში. ამის მიღმა რამდენად ჰქონდათ მოლოდინი დავაგების, ნუ შეიძლება ჰქონდა და დღემდე აქვთ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნუ ახლა ვინც და ალბათ შემორჩნენ მათ რიგებში, ვისაც ამერიკა მეტნაკლებად ესმის, რომ ამერიკაში უამრავი დინებაა და ახლა კონგრესში არის ორპარტიული კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. ამას ისინი ახლა deep states და არ ქმევენ გლობალური ომის პარტიის შეთქმულებას, ფაქტია, რომ
თუ ვინმე იღებს ხმას საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს თავრობის ყველა კონგრესშია და არავინ საქართველოს თავრობის ხარდასაჭერ განცხადებებს არ აკეთებს. შესაბამისად მათ ეს შეიძლება ერთადერთი მოლოდინი აქვს რომ თუ ტრამპი ეთქვის ესენი გაჩერდებიან. მაგრამ ეგრეც არ ხდება. კიდე ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს არ არის ისრაელი, საქართველოს არ არის კუბა და საქართველოს არ არის უნგრეთი, რომ ახლა საქართველოს გამო ამერიკის შიდა პოლიტიკურ ელიტაში დაპირისპირება დაიწყოს, ხო? ეს საკითხი ან არავის არ აინტერესებს, ან ვისაც აინტერესებს კრიტიკულად არის და შესაბამისად ის არა დაინტერესებული მასვა მიყვება ხო, ვინც დაინტერესებულია იმას. მარტივად რო თქვა, აი საქართველოს საკითხი რა მაღალ დონეზეც არ უნდა დადგეს, ხო, თეთრ სახში თქვა, ოვალურ კაბინეტში, ხო? სენატორი რიშის აზრი, როგორც ადამიანისა, რომელიც პორტფელის ნაწილია, სამუშაო პორტფელის ნაწილია საქართველოს საკითხი, იქ ყოველთვის იქნება ანგარიშგასაწევი. ამ მხრივ სენატორი რიშის სალანძღავს სიტყვათ ქცევა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მართლა უცნაური ნაბიჯი არის, მათ მხრიდან თუ არ დავინახავთ ამის უკან იმას, რაც ბევრი მიიჩნევს, რომ ეს გეგმის ნაწილია, რომ ასე დავშორდეთ დასავლეთს. მოდი გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომელზეც მე მიმოხილვაში თავიდან ვისაუბრე. წარმომადგენელთა პალატა გასაგებია, სენატშიც გასაგების სიტუაცია, იქ ვისაც საგარეო საკითხებზე აზრი მოიკითხება და ზოგადად ჩვენი რეგიონი აინტერესებს მათი პოზიციაც ვიცით, შემდგომ უნდა წავიდეს ეს თეთრ სახლში ხელმოსაწერად და დაევალოს სახელმწიფო დეპარტამენტს მისი აღსრულება. ამ მხრივ რა ხალხი ტრიალებს ახლა ტრამპის გარშემო საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაც შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით კონდეს რაიმე ჩამოყალიბებული პოზიცია. ну საქართველოს ახლა იქ მაიკ ვოლცი გაუშვეს, ხო? მაიკ ვოლცის აპარატში ალბათ 1-2 ადამიანი, ვისაც თანამდებობრივად და ბიუროკრატიული ქაღალდისცვლის კუთხით ევალება საქართველოს რაღაცების კითხვა ალბათ შემორჩა. სახელმწიფო დეპარტამენტში ალბათ ის ბიუროკრატია ყველას ხო ვერ გაკრი, უბრალოდ ჩამოიშლება სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისად ეს ევრაზიის ბიუროა თუ ახლა სახელები არ მახსოვს, მაგრამ ბიუროკრატიულად ვისაც ევალება საქართველოზე თქვათ ესე იგი რეპორტინგი ასე ვთქვათ, ის ხალხი ალბათ კი არა შემორჩენილი ვიღაცა მაინც და ზოგადად მე ყოველთვის ვიძახდი რომ აი ლაპარაკი რომ ერთი ადმინისტრაცია წავა და მეორე მოვა და შეიცვლება ბიუროკრატიული ინერცია რაც არ უნდა იძახონ deep state-ი, ახლა ბიუროკრატიული ინერცია არ იცვლება ხო ტრამპის ადმინისტრაციას ის საიდუმლო თუ არასაიდუმლო ქაღალდები დახვდა საქართველოზე, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ შეადგინა და შემდეგ ადმინისტრაციას უკვე ტრამპის ადმინისტრაციის ქაღალდები დახვდება, ხო ახლა რადიკალური შემოbrunება რომ ახლა თქვენ ტყუილებს წერდით საქართველოზე და ახლა ჩვენ სხვა ქაღალდები უნდა დავწეროთ, არ იქნება. ეს ბიუროკრატიული ინერცია შენარჩუნდება და შესაბამისად აქაც ყოველთვის გასათვალისწინებელი იყო რომ უცებ რო გაუკვირდათ ერთხელ რო გააკრიტიკა ხო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა და გაუკვირდა. მე საერთოდ არ გამიკვირდა, მე ფიქრით გამიკვირდა, კმაყოფილები უნდა ყოფილიყო რომ საკმაოდ ასე ვთქვათ რბილი ტონი არჩიეს, იმიტომ რომ ეს ინერცია შენარჩუნდება და ამ ის მიდგომები მეტანაკლებად რაღაცა ვთქვათ მარცხნივ მარჯვნივ იქნება გადახვევა, მაგრამ ეს მიდგომები ბუნებრივია შენარჩუნდება მარტივი მიზეზის გამო რომ სოფლიოს უამრავ ქვეყანასთან ხო ამერიკა პოლიტიკას აგზელებს ბიუროკრატიული ინერციით რა წინა ადმინისტრაციასთან იყო ხო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისრაელი თქვა სადაც ელიტაში თქვა განსხვავებული აზრია კუბის სანქციები ხო თქვა ბაიდენი ამ სულუქებს ტრამპი თქვა უფრო ამკაცრებს ჩინეთი ნუ სოფლიოზე სახელმწიფოები უზარმაზარი სახელმწიფოები რუსეთი უკრაინა მაგრამ ახლა თქვა სლოვენიას არ ვადარებს საქართველოს მაგრამ საქართველოს სომხეთი აზერბაიჯანი თქვა ისეთ ალბათ მიდგომები ცოტა შეიძლება მარცხნივ იყოს გადახვევა მაგრამ მიყვება იმ კალაპოც რაც წინა ადმინისტრაციის მიერ იყო ჩამოყალიბებული ძალიან რაღაცა გარდატეხა უნდა მოხდეს რომ და რაღაცა მართლა აი ტრამპის დონეზე უნდა გახვიდე და აუხსნა რაღაც სიტუაცია რომ შენ სასარგებლოდ რაღაცა შემოbrunდეს შესაბამისად ესეც ყოველთვის გასათვალისწინებელი იყო ხაში იმედი ჰქონდათ არ ჰქონდათ იცოდნენ უბრალოდ პროპაგანდისტულად იყენებდნენ ტრამპის გაპრეზიდენტებას ეგ სხვა საქმეა ხო და დაუბრუნდეთ ამ საკითხს ვინ არის ამ ტრამპის გარშემო საგარეო კუთხით ნუ დღესდღეობით რუბიო როგორც შენ ახსენე ხო რუბიოს ფორმალურად 4 თანამდებობა უკავია ხო არის სახელმწიფო მდივანი ტრამპის მრჩეველი ამავდროულად არის USAID-ის მოქმედი დირექტორი და ეროვნული არქივის მთავარი არქივისტია ქვეყნის ანუ 4 თანამდებობა უკავია რუბიოს ამ წუთისთვის და ზოგადად რაც მე აღნიშნე ახლა ეს კანონად შეიძლება მიიღონ რა თქმა უნდა ხა მე სენატში წინააღმდეგობას არ ველოდები ერთადერთი შეიძლება იყოს რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შემოუთვალოს თქვათ რომ ცოტა გვაცალეთ აი ეხა რაღაცებს
თუ დავლაგდით ან რაღაცა ეგეთი შეიძლება. ამის მიღმა, სენატშიც თუ მიიღებენ და ხა ვეტოსაც არ ველოდები, რომ ვეტო კიდევ ერთხელ ვიმეორ, ვეტო რა იქნება, რომ ხოტრამ ადგენს და თქვას რომ მე ეს არ მაწყობს. რომც მიიღონ აღსრულებას ველოდები უფრო ისე. ნელ ახსულებას კიდევ ერთხელ მიმოვიდა ამდენი რეპორტის დაწერას, როდესაც ამხელა რეორგანიზაცია ჩვენ სტაფინგის კუთხით იმის პოლიტიკურ ნებას რომ თავი გავანებოთ, ცოტა რთული იქნება და თან კიდევ ერთხელ შეიძლება ბერკეტად იქნას გამოყენებული, რომ აი ან ესქენით, ან ამას ვიზამთ უკვე ბერკეტებიც გვაქვს და ისიც უნდა აღინიშნოს, ხო, რომ ამ კანონის მიუღებლათაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული სამართლებრივი ბერკეტი, რომ საქართველოს ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს სანქცია დაუწესოს ეს წინარე ადმინისტრაციამაც აჩვენა, ანუ დიდ ახალ უფლებამოსილებას ამ კანონით ტრამპი საერთოდ არ იღებს, ხო? თავარი აქედან არის პოლიტიკური გზავნილი, ხო, მოდი ასე ვთქვათ, და საკითხის გააქტუალურება მათ შორის. პოლიტიკაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკული. ეს არის რა თქმა უნდა სიმბოლური გზავნილი. თან ისიც არის ხა ავალდებულებს პრეზიდენტს, ხა თუ წავიკითხავთ იურიდიულ ენას, არის ავალდებულებს, რომ მოიძიოს, გამოიკვლიოს. პროაქტიული ანალიზი უნდა მოხდეს საქართველოს შეარსებული მდგომარეობის, ხო, სწორედ ამას გვეუბნება, რაც მნიშვნელოვანია ძალიან, ხო? არა რაღაცა, მოდი ასე ვთქვათ, ვიროდის ჩათვლის საჭიროთ, არამედ მას ექნება რაღაც გარკვეული განრიგი და როგორც ხედავთ, თან ჩვენ არის გარკვეული უკვე არ თუ ისე პატარა ჯგუფი ჩვენი ქვეყნის რომის გათვალისწინებით პოლიტიკოსებისა, რომლებიც ძალიან პროაქტიულად არიან ამ საკითხებით დაინტერესებულები. ახსენე სახელმწიფო დინის სპიკერის განცხადება, ჩვენ ნახეთ აი რამდენიმე ამ ახალი ადმინისტრაციის ტრამპის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ნახეთ სულ რამდენიმე შემოხმიანება საქართველოს საკითხზე. ერთი ეს იყო პასუხი ჟურნალისტს, როცა გაუგზავნეს სახელმწიფო დეპარტამენტი და თუ რა პოლიტიკა გაქვს საქართველოსთან დაკავშირებით. მეორე იყო ამერიკის ელჩის შეხვედრა აქ რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეს იყო ლევან დავითაშვილის შეხვედრები ვაშინგტონში. ხო, აი სამი შეხების წერტილი გამოიკვეთა ჯერჯერობით. ორგან ჩვენ მოვისმინეთ პრაქტიკულად თითქოს ერთი და იგივე გზავნილი, რომ ჩვენ გადავეცით საქართველოს ხელისუფლებას რა ის სერიოზული ნაბიჯები, რაც მათ შეუძლიათ გადადგან იმის რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, ხო? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ არ ვიცით დეტალები ვთქვათ ამისი, ხო? ანუ ეს სავარაუდოდ გულისხმობს იმას, რომ განმუხდეთ პოლიტიკური კრიზისი, ხა აქ ხო არ იქნება ჩამონათვალი რაღაცა დეტალური, ხო? ეს არის ამ ტიპის ამოცანა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში აი სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს აი უკვე ნანახი საქართველოს საკითხი და მათ აქვს რაღაც პოლიტიკა, რომელიც გაუზიარეს და რაღაც მიმართულებით გაატარეს უკვე არსებულ რეჟიმთან. ცხადია, ელჩი რო შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, იმ მომენტიდან ფაქტი იყო, რომ რაღაცა მოიძიეს, მოიჩხრიკეს, რაღაცაზე ჩამოყალიბდნენ და ეს მერე გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრს და იგივე მესიჯი განმეორდა, როცა ლევან დავითაშვილი შეხვდა ვაშინგტონში, თქვათ ამ მაღალჩინოსნებს. შესაბამისად, აქვთ რა სიტყვენ ხო ეს არ ვიცით, რა თქმა უნდა, ეხა არსებობს ის წრე მოთხოვნების, რა შეიძლება ვთქვათ, ხო, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა იქ არ ვიცი ხა ანაკლიაზე იქნება რამე მოთხოვნა არ იქნება ეგ სხვა საკითხებია, მაგრამ ფაქტია ითხოვენ და უკვე როგორც თქვათ იტყვიან პოლიტიკაში ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა, განახორციელებს ის, არ განახორციელებს, უღირს მასის ამ ნაბიჯების გადადგმა თუ ურჩევნია იმ ფასის გადახდა, რომელიც თქვათ ამ ნაბიჯების არ განხორციელების შედეგად შეიძლება დადგეს. შესაბამისად, ამ ეტაპზეა, თქვათ, ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ამ წუთას. მადლობა ძალიან დიდი კვალიფიციური ანალიზისთვის. გიორგი ხატიაშვილი, გვერდებოდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან.